სახელმწიფო. ახალი ნაკრძალი აჭარაში მაჭახელას ეროვნულმა პარკმა პირველი ვიზიტორები დღეს მიიღო. საზაზღვრო ტერიტორიის ერთი ნაწილი თურქეთს ეკუთვნის ორ დაცულ ტერიტორიას შორის თანამშრომლობა დღეს კონცერტით აღნიშნეს. ტრადიციული აჭარული სიმღერისა და ცეკვის ხმა მაჭახელას ხეობაში თითქმის მთელი დღე ისმოდა. ახალი დაცული ტერიტორია საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მაჭახლის ხეობა ჩვენ აჭარაში პირველ ადგილზე იყო ძველათაც და ახლა სტუმართვის მიღებაზე. სტუმარი მოყვარე ხალხია ძალიან და კოდეჯები გაგერთება და ასვენებელი გაგერთება და ხალხის დასაქმდება და ძალიან კარგი იქნება. პირველი ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია საქართველოს მხრიდან მაჭახელას ეროვნულ პარკს, თურქეთის მხრიდან კი ჯამილის ბიოფერული რეზერვაციის პარკს მოიცავს. ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთისგან მხოლოდ ტყე ჰყოფს. ეს დაცული ტერიტორიები საქართველოს მხრიდან არის მაჭახელას ეროვნული პარკი, ხოლო თურქეთის მხრიდან ეს არის ჯამილის ბიორეზერვატი. რაც შეეხება მაჭახელას ეროვნული პარკი დაარსებულია და უახლოეს მომავალში დაიწყება ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურისტული სერვისების განვითარება. ქართულ და თურქულ დაცულ ტერიტორიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. ურთიერთთანამშრომლობის მიხედვით ორივე ქვეყნის პარკში ეკოტურიზმის განვითარება მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ახალი დაცული ტერიტორიის გახსნაზე ვიმყოფები. ასეთი პროექტები ორივე მხარის ურთიერთობებს კიდევ უფრო განავითარებს. როგორც ქართული, ასევე თურქული მხარისთვის ბუნების დაცვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დაცული ტერიტორიების გახსნა ტურისტების რაოდენობასაც საგრძნობლად გაზრდის. სხვაგ შედარება თუ როგორ იზრდება ტურისტი ზღვისპირა რაიონებში და როგორ იზრდება მთაში დაცულ ტერიტორიაზე. განსხვავება სამჯერ მეტი. ამიტომ თავს უფრო მეტი პოტენციალი აქვს და მე მართლაც ულოცავ მაჭახელებს, იმიტომ რომ ეს მართლა საწყისია და 2-3 წელიწადში თვითონ მიხდებიან თუ რამდენად დიდია სარგებლობა. 8733 ჰექტარზე გაშენებული ეროვნული პარკი უნიკალურ ლანდშაფტს მოიცავს. უახლოეს მომავალში მაჭახელას ეროვნულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება. შეიქმნება ოჯახური სასტუმროები, ვიზიტორთა ცენტრები და დაიგეგმება სხვადასხვა ტურისტული მარშრუტები. ეს იქნება უფრო მეტი ტურისტის შემოსვლა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, დასაქმება, რომელიც აუცილებლად დაჭირდება ამ მხარეს და რაც შეიძლება მეტ სარგებელს მიიღებს დღევანდელი გადაწყვეტილებით ადგილობრივი მოსახლეობა. აქტუანებული ვარ ამ დაცული ტერიტორიის სილამაზით. აქ ძალიან კარგი ბუნებაა და ეს ტურისტებს ნამდვილად მოეწონებათ. კარგია ისიც, რომ ეს პარკი საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხები საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. უახლოეს მომავალში აჭარის რეგიონში მაჭახელას ეროვნული პარკის გარდა კიდევ რამდენიმე დაცული ტერიტორია შეიქმნება.